კარგი რა ხალხო რა. კარგი რამდენი საქმე მაქვს, მარიკა გეხვეწები რა მოიფიქრა ახლა ეს გამოფენა რა. მე რა დაგემართა ირაკლი. და თუ არის მხატვარი. ხო, მხატვარი. ხო და გამოფენა უნდა კონდეს აბარაქნას. აი შენ წარმოიდგინე ხა დათომ შენზე რო თქოს რა მოიგონა ირაკლი მას კლინიკაო. აი წარმოიდგინე, აბა მიდი გელოდები. რა აბა? ვერ წარმოვიდგინე. აი. კარგია კაცო. კარგი რა ირაკლი რა, დადეგი რა. დროზე ქენი გეხვეწები რა კლინიკაში მეჩქარება რა. რა მოიგონა ახლა ამან ეს კლინიკა. ირაკლი. რა? რა ირაკლი ქონია რა. წავიდე ახლა. რა იცი? შენ ხო ნამდვილად პროფესორი ხარ. მე აი ჩემ ნახატში კი არ ჩანს ეს. ვერ ხედავ პროფესორს. გადი მიდი მოდი გადი ერთი რა. გადი რა მიდი დროზე დაამთავრეთ ხო რა. მანახე აბა. თითქოს დაამთავრე ხო ახლა ეს ნახატი? ხო მარიკა კი დავამთავრე. საათს არის მოვჩები. რა არის კიდე კაი რო გახდა შენი ხვარი. თორე მთელი საგებავები დამეხარჯებოდა. რა? რაბზანეთ? რა თქვა ვერ გავიგე. რას გაიგებ? რანაირი ყურები გაქვს? რას გაიგებ? თუ სიმპათიური ყოფილხარ, ჰა? ხო არა ვეღო რა. მაგრამ მართლა რანაირი ყურები გაქვს? რანაირი ყურები გაქვს? ამანებეთ თავი ერთი ქენი. რა არის რა? დამაწვიტეთ ნერვები დილიდან. შემეშვით კაცო. დიდი მადლობა ირაკლი. დიდი მადლობა. ჩემი შედევრი უცნობი პროფესორი მზად არის. ანახე ერთი რას დამამსგავს. გაიწიეთ. სივრცე მჭირდება. სივრცე მინდა? კარგია ხო იცი? აჰა. დაიქნაში. მოწონს. როგორ გააგე? დათოდა, იცი რა არის? აი აქ რო აი ეს მარიკა, მოდი. ირაკლი დათო როგორ ხართ? კარგად როგორ ხარ ელენე? რა შვებით, აბა? რა ვიცი, შენ რა შვები? რა ვიცი, მე გადმოვდივარ უკვე ნელ-ნელა. ვაიმე, როგორ მიხარია, ძალიან კარგია. გზაშია უკვე ჩემი ნივთები და მალე იქნება. ძალიან. აქ რა ხდება? ჩემი შედევრი დავამთავრე. უცნობი პროფესორი დაამთავრე? რა მაგარია. ელენე, მე ამ ნამუშევარს უფრო დატანჯულ პროფესორს დავარქმევდი, მაგრამ ისე ირაკლი, რა საყვარელი ყურები გაქვს? გაიგეთ ხო? ელენე, მოდი აქეთ. მოხალ ხო გამოფენაზე შენც? ვიცი რა, არ ვიცი, მე მოვახერხებ თუ არა, ამასაბარგებელი ვარ. ნო? მაგრამ დათო, დღეს დილით ვიყავი ბაბუაჩემთან ოფისში და ვუთხარი შენს გამოფენაზე. მართლა? და თუ დრო გამოვნახე, აუცილებლად შემოვიბლიო. გადის გეღონიზიებებს, ბაბუა? კი, სხვათა შორის ყოველთვის ეხმარება ნიჭიერ მხატვრებს. ნიჭიერს. აი მასხარას ხუთი უნდა მიგახატო ხა აქ და იქნები ღირსი. თუ შეიძლება მოვიდეს? კი, თუ დრო გამოვნახეო. და თუ ვერ გამონახე შეიძლება ჩემი გამოფენა რომ მის ოფისში შევატარო? ნახოთ დათო. კარგი, გავედი ახლა მე საქმეები მაქვს. ისე მარიკა, უკვე მეზობლები ვართ და ხანდახან რო წავა ხოლმე, გოგი და კოტიკო რა დაგიტოვა, ხო შეიძლება? კარგი იყო ელენე.
მომწონს. კარგი დროები. კიდევ დროები. ელენე შემოვალ ცოტა ხანში და მოგეხმარები. ლაშიკო, აი შეხედე, უფ, ისეთი გემრიელი ალუბალი უნდა გაჭამო, რაღაც შენი ფერი არ მომწონს. მიდი აბა შეჭამე, მიდი ვიტამინები გიჭირდება, მიდი. აი დაგიწყო და შეჭამე. კეთილ, მე რა მაინტერესებს ისე. ეგ კოტიკო დაუბრუნდა ელენეს თუ ისე გოგისტერს SMS-ებს. აიმე, ესე იგი მოვკლავ დათოსა. ეს რა მოაფიქრებინა ამ ნომრების არევა? ჭამე. რა მოაფიქრებინა, მაგრამ აი რა მოაფიქრებინა, ამაზე ვგიჟდები. ან როგორ მომასწრო ამის მოფიქრება? იცი შენ თურმე დღეს ვაჟბატონს ქონია ნახატების გამოფენა. ხო, კი, ვიცი. ჭამე. თურმე ერთი ნახატი ქონია, კეთება. გუზანას აცვია რომაული სამოსი და ყურძენს ჭამს. მიდი შენ ალუბალი ჭამე. გამარჯობა დეიდა ბიძია. ან პირიქით ბიძია დეიდა. რა ვიცი, როგორც გენებოთ. კოტიკო. ამაზუღურა. კოტიკო, შენ თუ იცი რომ დღეს ჩვენ სახლში საცხოვრებლად ზედა სართულზე გადმოდის ელენე. და თქვენ თუ იცით რომ ელენეს მოვწონვარ? რა მოწონხა? მოიცა გითხრა? მითხრა რა, დამირეკა. რა? მითხრა რომ ახალ სახლში გადავდივარო და ბარგის ამოტანაში დამეხმარეო. ხო ხვდებით რა? აღის ამოტანაში დამეხმარეო? აბა მოწონხარ კი არა გიждდება ფაქტში. ფაქტიურად საწოლია. ვაიმე კოტიკო, უნდა მიეხმარო აბა რა, შენი და ელენეს ბარგი რამ გაყო? აბა, ეხლა შენ თუ ბარგის ამოსატანად უნდა მიეხმარო. გამოიცვალე, გამოიპრაჭე და ისე ჩადი, აბა ისე ხო არ ჩახო. ო, თქვენ იცინეთ და ხო პრინციპში იცინეთ რა თქვენი ვარ. რა მაინტერესებს იცი? ნონამ ხო არ იმშობია რა. ვაიმე გაჩერდი რა. გაჩერდი რა. ვაიმე საშინელი ხასიათი აქ ამონას. ისედაც ხო გაფუჭებული ქონდა ხასიათი. ხო ჯიჯღინებდა ეხლა ხო საერთოდ. იმ დღეს წამოხდა კაცო. წამოხდა რომ ისო მშობიარობა დამეწყო. ამ ნერვიულდით კაცო გავგიჟდით წამოხდით ნერვიულეთ აბა იქით აბა აქეთ. ცუგანგაში არ იმშობიარა. ეს რესტორანიდან შეგვეთილი მქონდა უკვე. რა ხო კაცო დაჯავშნული იყო რესტორანი უკვე. ჩავშანი ედო რესტორანი ხო არ გავაუქმებდი. ერთ შენ შემოგევლება. ხა ნონა არის მიზეზი რა. სუგალოთ და ეს კაცი რა ეშველება. გამარჯობა მარიკა. გამარჯობა. რა შევით რა ხდება ახალი? ახალი აი დათომ ირაკლით ახატა. რა? მარიკა რა დაემართა ირაკლის მითხარი? არა. ვაიმე რა დაემართა მარიკა? არაფერი, მომისმინე, დათოს ხო გამოფენა აქვს. შენ ხო დაგხატა. ხო და ხა ირაკლი დახატა, აი, ნახე. ხო. ვაიმე დამაგვიანდა ხალხო მარიკა ის პერანგი ვერ ვიპოვე რა სამსახურში და სად არის ჩემი პერანგი? ვა სანდრინიო როგორ ახარ? რა აბსურდის თეატრი მომიწყვეთ აქ ირაკლი? რა აბსურდის თეატრი მოგიწყვე? ნუ დემაგოგო ირაკლი მე შენ გელაპარაკე. სანდრო, ხო კარგად ხარ? როგორ გეძინა ღამე? რამე ხო არ დაგესიზრა შენ, ჰა? ჯერ ერთი ნუ მაწყვეტინებს სიტყვას. მე ხომ გაცდით ლაპარაკს, ეხლა თქვენს დამაცადეთ ბატონო ირაკლი ლაპარაკი თუ შეიძლება. სანდრო, ხო კარგად ხარ? კი, მარიკა, კარგად ვარ. დებატებში უნდა დავждე ეთერში და რეპეტიციობ რა, სერიოზული დებატები. ვისთან უნდა იდებატო? ერთ-ერთი მინისტრი იქნება, ჯერ არ ვიცი, არ არის გადაწყვეტილი, ჯერ ვერც ერთი ვერ დაითანხმეს. ასეა ბატონო ირაკლი, არც ეს მინისტრს არ სურს ისეთ ძლიერ პოლიტიკოსთან დებატებში დაждობა, როგორიც რა ხდება სანდრო? რა ხდება პატივცემულო დათო და თქვენ ასეთი პორტრეტის დახატვა ბევრის მოგიწევთ კიდევ, იმიტომ რომ პოლიტიკაში მოვედი და ყველა კაბინეტში ეს დაჭირდა. მართლა კეთება, ეხლა კოტიკოზე და ელენეზე გამახსენდა. ხო. რა შვებიან ის თამარი და პაპა კარლო ფშაველა? კარგი, ახლა გაჩერდი ახლა. შენ გეხვეწები გემუდარები შმაგიზე, ცუდი არაფერი აღარ თქვა. იცი რა ლაშიკო, მივხვდი მაინც ხო იცი, დავფიქრდი უკვე დიდი ადამიანი ვარ და ესე თავარია ჩემი ერთადერთი და იყოს
ბედნიერი, ხო იცი მე ხლა რაღაცა ნიკა როგორ მომწონდა ნიკას მემხრობოდი მაინც პოლკოვნიკია ბიჭი, მაგრამ ხო, არა, მე ხა ეგრეც რო იყვი კეთევან, შმაგი ის არის, რა ქვია? გენერალი, ხის გენერალი. ხო, ისე ლაშიკო, ისე ფრეიტორი ვახო, აღარავის აღარ ახსოვს. ვახო, ეგრე მარტო და როგორ მომენა. რა ვქნა, ხო, ჩემ დას ხო იცი 24 საათი ვუჩიჩინებ, დროა უკვე დრო თქო, მაგრამ აბა უჩიჩინებ და კეთება, მე ხო გახსოვს ის გამონათქვამი შენ. აბა შეძახილმა ხე გაახმო? ხო. ხო და ხის მჭრელი გააბედნიერა. მოდი თამარ, მოდი. აშვებით. აი ზუსტად ახლა ვიცინოდით შენზე. რა ვიცინოდით, მეც გამაცინე. რაზე ვიცინოდით ჩემო თამარ და? აბა რაზე ვიცინო? იმაზე ვიცინოდით რომ? რაზე? ეხლაო. უი, აღარ მაინტერესებს. ვაიმე? რა ჭირს ამას, ჰა? ამი არა ინტერესს. სხვაგან მოხდით. სხვაგან მოხდი, ბიჭო. რა რევიზორი ძალიან კაი სახელი ქვია ჩემდას. კაი მოგწე. კაი. თამრიკო. თამუნა. თამარი გასულია და რომოა გადავცე რამე? რო დაბრუნდება გადაეცი, სად დაფრინავ თქო? ხო. აუ რა ვერ გაიგო. ალო. აი რა. ვაიმე. ვინ ურეკავს ერთი ამას, ერთი გამაგებინ ერთი არ ვინ ემესიჯება? რა საინტერესო. რა იყო ახლა იცი ტელეფონის ზარზე ეთყობოდა რომ პოლკოვნიკი იყო, მაგრამ ასუხზე მე მგონი გენერალი. ვაიმე და ეფრეიტორი რომ იყოს? მიიღოს მე ძალიან გამიხარდა. როგორ მომენა და დედა რა ბიჭია ეს. მოდი სანდრო. ლაშა როგორ ახარ? კარგად, თამარ კეთება ლაშა, მოდი დასხედით. აქ ვარ, ხო. არა, დასხედით მოდი. მოდი. ეხლა მოდი ესე პირდაპირ მითხარი. ხო. გინდათ თქვენ სამშობლოს ემსახურება? ა? ასე პირდაპირ ვეკითხოთ სანდრო? კი, რა თქმა უნდა. მოკლედ, თქვენი რჩევა მჭირდება. დღეს მე როგორც პოლიტიკოს მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. ვაიმე, შენ გინაცვალე სანდრო რა, შენ გინაცვალე რა. კეთება. დღეს პირდაპირ ეთერში დებატები მაქვს ერთ-ერთ მინისტრთან. ვაიმე, შენ გინაცვალე სანდრო. რას დალევ, კარგი ცივი ყავა, ჩაი, წვენი რა გინდაბა? მოიცა სანდრო, მე ესეთ გამოცდილ პოლიტიკოსი ხარ შენ. უბრალო ხალხის და რა შევა გჭირდება? წვენი არა, თემა მჭირდება რა. აი, რამე ისეთი ორიგინალური წინა პლანზე რო წამოვწიო რა, თორე ეს გეოპოლიტიკური მდგომარეობა, პენსიები, უშუქობა გავიგე რა. მე რამე უფრო ისეთი მჭირდება რა. შენ ბავშვები სად არიან? ნელიმ წაიყვანა ჩემმა დედამთილმა. დედიკომ წაიყვანა სოფელში. ხო. მარტოები ხარ? ხო. აუ თქვენ სუყურდება თქვენ. ბიჭო, შეს. თქვენ სუღლუტებო. თქვენ სუღლუტებო, ხო? აბა რა, თქვენ სუღლუტებო, თქვენ ბიჭო. სანდრო, ეხლა მაგდენი ხენთაც არ გაგვისვია ეს ბავშვები. არა, ვიცი უკვე, მორჩა აღარ მინდა, წავედი, თემა მაქვს. დემოგრაფიულ პრობლემებზე ვილაპარაკებ, მაგაზე დიდი თემა რა გინდა. კარგი, მადლობა, წავედი მე მოკლედ. კაი, ხო, კაი. შენ გონია მე ვერ მივხვდი რომ აქ მედი რამე ჩამიტარეთ და თქვენ სულუტებოდ. წავა. შენ რა დაქტოვეთ, მარტო, დაქტოვეთ. ო, შენ რა გჭირს? ეს მაგათ უყურე. რა მოიფიქრე ხანან რა. ვინ იყო? არაფერი ჯერ. საერთოდ არაფერი. კარგი, მაშინვე გაგაგებინებ. კარგი, შენ თვითონ გადმორეკე ცოტა ხანში. მართლა ჩერჩეთ. ალო. რაღაცო რეკავ. რა ცოტა ხანშიო. კარგი, რანო დარიკო რა. ეგეც კარგი გიჟია რა. გიჟი რატოა? ისე ვთქვი რა.
და ეგეც სხვა ვინ არის კიდე გიჟი? მეც გიჟი ვარ. მეც ასე ნერვიულობდი მარიკა რომ შობიარობდა. შენც ალბათ ყურებამდე იყავი შეყვარებული. ბიჭო, რას გადაეკიდეთ ამ ჩემ ყურებს, გამაგებინეთ, ამ მოგივიდათ. უი, მართლა. კაბადონა. დღეს დაცოს ნახატების გამოფენაა და არ წამოხვალთ? რატო? უბრალოდ მინდა რომ ყველა მოვიდეს და ყველა ნახოს რას ვერჩი იმ ბიჭს. აი ამიტომ. ფოტოშორის იქ თუ წამოგზანდებით, ჩემ მასაც ნახავთ ნახატს, კი ბატონო, ჩემ პორტრეტს ნახავთ. კი. იქ რა მინდა? აქ არა ხარ? ნახჭირს. ტუზი დამესა ირაკლიბიძე. რეტუზი დეგეცე. მოკლედ ეხა თქვენ რო არ იწვალოთ, ის მაგივრათაც მე ვიტყვი, აი, მომისმინეთ? მე მგონი ელენეს მოწონა რა. რა ელენეს მოწონა? იმიტომ რომ გოგო აშკარად აქტიურობს. რა გოგო აქტიურობს? რო ისე მითხარ რომ ახალ ბინაში გადავდივარო და თუ შეძლებ იქნებ ბარგის სატანაში მომეხმარო. რა მარო. მე წავედი, ბევრი საქმე მაქვს და საღამოს გნახავ. კაბადონა. ხედავთ რა დღეში ვარ? შავში. ალო. წუთი-წუთზე მამას გაუმარჯოს. ხო. კარგად. გაუთიშე. ჯერ არაფერი. ხო, კარგი. გათიშე. კარგი ნოდარიკო. კარგად გაქვს ხო? კი ჩემი ზომაა, მაგრამ არავით არის, მაგრამ თეო, ჩემო სიხარულო, ჩემო ანგელოზო, ეს ბეჭედი თუ მოგერგო, ის ბეჭედიც კარგად გექნება. ნეტავი არ გაიყიდოს, კი ვთხოვე იმ გამყიდოს შემინახე მეთქი. კი არავით არის, მაგრამ იცი რა ვფიქრე თეო, ცოტათი დიდი ზომის უნდა ვიყიდოთ ეს ბეჭედი, საერთოდ გათხოვების მერე გოგოების სუქდებიან ხოლმე და რომ მოპოტკუნდები, მერე უკეთესად გექნება. თეო, იმ ბეჭედს რამე ხომ არ დავაწეროთ შიგნით? დავაწეროთ. ნაღდი ოქრო. თეო, ხუმრობა იქით იყოს და ყოველგამე მესიზმრება თქვენი ნიშნობა. ზუსტად ვიცი, ვის პატიჟებ და ვინ საძის. ეს ლამარა რას მოვიდა არ ვიცი. ლამარა იქ რო იჯდა, ხო? რას ერჩი? რას ვერჩი და შენ რო ჩვენ გახდები, ეგ ლამარა დაგიწყებს ჩემზე ლაპარაკს. ეს ყავდაო, ის ყავდაო, არაფერი არ დაუჯერო. და არც იმას არ დაუჯერო, აი წირო იჯდა ნინელი. იმდენი მკოცნა. ეგ აფერისტი. იცი რა მითხრა? რა კარგი გოგოაო. ვითომ მოეწონი. გეგი, მოდი ბებია. მე და თეო ხო ლაპარაკობდით თქვენ ნიშნობაზე. ნიშნობაზე? ხო და ლამარაზე. ლამარაზე? და ნინელიზეც. ნინელიზეც? გეგი, რა გჭირს ბებია შენ? ბებია ერთი წუთით რა. კარგი ბებია. თეონა რაღაც მინდა გითხრა. გეგი, მივხედავ და დამელოდე, კარგი? მე კი დაგელოდები, მაგრამ შენ თუ დამელოდები. დამელოდეთ. გეგი, რას ნიშნავს თუ დაგელოდები? ჯარში მივდივარ თეონა. ჯარში? მე გიჯარში. არაფერი თეონა არ დაუჯერო, ბოდიალობს რაღაცას. რას ბოდიალობ, ბებია, კომისიაზე ვიყავ ახლა და გადაწყდა ჩემი წასვლა. კომისია ვარ მე და გადაწყვეტილია ნიშნობა. ბავშვებო, გავიქცევი ახლა მე ბეჭედზე და თეო, შენ ამას არ მოусმინო და არც ლამარას. თეონა, იცოდე რომ ისე არ წავალ სანამ შენ მშობლებს არ დაველაპარაკე. ხო, მაგრამ კი, ვიცი რომ ერთად არ ცხოვრობენ, მაგრამ მე შევარიგებ. მაშინ მამა ჩემი უნდა დაშორდეს იმ მეორე ცოლს. მაშინ ცოლის კი ჟინა მომისმა. გეგი, რანაირად ნერვიულობ? მოდი, რაღაც მაინტერესებს. შორს იქნები? ავიცი მკითხეს ადგინდაო და მე უთხარი საზღვარზე მეთქი რა. აი შატილი. მაგარია რა საზღვარზედ გახარ და
გაღმას ჩანს ქისტის სოფელი არწივის ბუდესავითა საღამო არის საცხელად ამდენ რაღაცას რა დაალაგებს ახლა? ვა, ელენე. მოიტანე უკვე ბარგი? ოჩახში, ეტევი ხო? ხო ეტევა ყველაფერი. სხვათა შორის ეს ბინა ჩვენ ბინაზე არის 30 კვადრატულით დიდი. და ხო ყოფნის, ხო დაეტევი, ჰა? კი, ირაკლი, როგორ არ მეყოფა? შვეიცარიაში რო ცხოვრობდი, ზუსტად ამხელა იყო ჩემი ოთახიც. ჩვენ ბოდიში, შვეიცარიაში ოთახი ზუსტად ამხელა. რას ლაპარაკობს მინე? მუშები არ გინდა დახმარება არ გჭირდება? არა, მადლობა, არ მჭირდება. ნამდვილად? ხო, ყოლია რა გინდა, მუშები ყოლია, თან როგორი მუშები. რასაკეთებ ბიჭო შენ? რა ვიცი, აბა, შრომობთ, წვალობთ. შენაშვები ირაკლი. შენი ირაკლი ვარ ბიჭო მე, ჰა? გამარჯობა ირაკლი ბიძია გამარჯობა კოტიკო. როგორ ხარ? რა ვიცი, აი მე და ელენეს ეს ბარგი გადმოგვაქვს და გოგი გვეხმარება. მოდი კაცო, მოკიდე ხელი ერთ შევიტანოთ, მოდი. ეს საით სადმო შევიტანოთ ელენე? ესეთ უნდა შეიტანა, მოდი შეიტანე ღია, მოდი. ნელა, არ დააკვიო, ხილად, ნელა, გაატარე, დაინკრევია, მე ჩემი თავში სახლელია, ჩემი სამ მაიმე გოგი, ძალიან დიდი მადლობა რომ ეხმარები. არა, ეხა. ამისთვის აპრობლემაა ეხა აქვე ცხოვრობს და ჩემზე არა უშავს. მაშინ ხო. ელენე. მიყვარს თევზები? კი, კოტიკო, ძალიან. და ეს ოქროს თევზია? ბაბუა ჩამამაჩუქა და რა ვიცი, ოქროსი თუ არა, მოოქრავილი მაინც იქნება. გიყვარს ოქროები? კარგი, კოტიკო, მაგიდაზე დადგი. ხო, არ დავდგა, უნდა დავსვა. ელენე, დღეს საღამოს ყავახوار დაგველია ან რამე. არ ვიცი, გოგი, ძალიან ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ იცოდე რა სიურპრიზი მაქვს შენთვის. სიურპრიზი? ვა, კაი, წავალმოში რას დარჩა მარტო მე ამოვიტან ყველაფერს, რა. ელენე დღეს საღამოს ყავახوار დაგველია ან რამე? ძალიან ბევრი საქმე მაქვს, კოტიკო, მაგრამ იცოდე რა დღეს შენთვის მაქვს სიურპრიზი. სიურპრიზი? მე წავალ მოვდივარ, მე ხო ვირბენ ბეღურა. ელენე. ხო, ირაკლი. რა ქენიში რა გადაწყვიტე, მოდი ხარ დათოს გამოფენაზე? მე დიდი სიამოვნებით, მაგრამ ამ გამოფენას რა ვუყო? მე ელენე, თუ არ მოდიხარ, რაღაც მინდა გთხოვო რა. კი, გისმენ. დათოს გამოფენის შემდეგ, სადღაც 8 საათისთვის. ნამდვილად, კი. ჩვენთან ბარში გვინდა, რომ დათოს სიურპრიზად რაღაც უფრა გავუკეთოთ. უი, რა კარგი იდეა. ხო, კარგი იდეა, გვალობთ. დიდი მადლობა, მართლა კარგი იდეა. უბრალოდ რა არის, ჩვენ გავივართ ახლა, ვეღარ ვასწრებთ რა და აი შენ რომ მიხედოთ ხო რა მაგ საქმეს რაღაცა ორგანიზაცია უნდა ხო ხტები. კი, რა პრობლემაა, ირაკლი. დაურეკავ ეხლა თეოს და მე ჩავალ საღამოს. არა, კაცო, შენ რატომ უნდა შეწუხდე? შენ არ დაურეკო და არ ჩახვიდე, ხო ყავს შენი მუშები. უთხარი და ერთი დარეკავს და მეორე ჩავა. მარიკა, ნახე რა ენა მაგ, ენა ხო, მაგრამ ყურები? წამოდი, კაცო, წამოდი, რა გაგვიანდა, წამოდი. წავედი. კარგად. თეო, გამარჯობა, ელენე ვარ. ხო, იმის შვილი. მადლობა. თეო, რაღაც მინდა გთხოვო. კი, ბაბუა კარგად არის, კი. მოკლედ, დღეს საღამოს დათოს აქვს გამოფენა. ხო და თეო, მაგიდა მინდა რა შეგიყვეთოთ. საღამოს 8 საათზე. კი, ოღონდ არავისთან არ თქვა, სიურპრიზია. აი თურმე რა სიურპრიზი მიმზადებს. კი, მეც ვიქნები, რა თქმა უნდა. არა, ბაბუა ვერა. კარგი, მოკლედ, თეო, საღამოს 8 საათზე მაგიდა ბარში და ოღონდ როგორც შევთანხმდით, არავისთან არ თქვა სიურპრიზია. კარგი, მადლობა. აი თურმე რა სიურპრიზი მიმზადებს. საღამოს 8-ზე ბარში.
დათო ალექსი რამდენს მიაღწიე ბატონო სადმო მიყვანე ეს კაცო რა რანაირი გამოფენა რა თმინდოდა ეს გამოფენა ესენი სახში მყავს ისედაც ყველა მე ყოველდღე ყოჩა დათუნა ყოჩა გილოცა დათო ხარია გილო ეს რა არის დათო აი ეს ამ ნახატს ქვია მონატრება ხუხულა რა მაგარია ახლა ეს დათო რამდენად მომყიდი ამ ნახატს $300 ამბობდეთ ცოტა სარდამეთლე არა ვერ დაგიკლებ თუ კიდე ახლა სათვალეს და რამე ნაკვთს მოვაკალებ აი მე თავი ესე იგი შეხედე რა არა კარგად დააყრილდი დამაყენა რამდენი კაბა გამომაცვლებინა ეს ჩაიცვი არა ეს არ გიხდება ეს გიხდება და ბოლოს მარტო ჩემი სახე დაუხატავს აი არა კარგი და კი მყავს აი დახატული თვითონ კი ამხელა ამას უხდე ირაკლი ნახე ხო დიდი გოგი და პატარა გოგი ამას კი არ დაგვირებული ვარ მაგარია კი და იმას თუ დააკვირდი ნახე აი ბედნიერი ოჯახი დათო მოდი აქ ბატონო დადიხე ეს ბედნიერი ოჯახი რო დახატენ მარიკა და მამას ბასიბუსები ოჯახის უფროსი სად არის აქ მე რატო არ ვარ მეც მაგას არ ვკითხულობ ხამის 3 საათზე სად იყო ოჯახის უფროსი მე რომ ამას ვხატავდი მეთქი მიდიგედი ეგედეგედი დათუნა მოდი ერთი წუთი მოდი რაღაც მოთხვა შენთან მოდი გამეცი პასუხი რა არის ეს რა არის რას ვერ ხდება ეს სუბიექტი არის ლაშა ტორონჯაძე ანუ თქვენი მეუღლე აი ესე იგი მისი მეუღლეები არიან აი ეს ხარ შენ რომელი ძალიან დიდი მადლობა ყოჩა რა ვიცი მადლობა კარგი დათო ეს ანანო და ზღვაო და აბა ზღვა სად არის რას ვერ ხედავ ეხა აი ანანო ხო აი ზღვა დაქვია ამას ზღვა და ანანო ვერ ახართ ეს მხატვრები კარგად ბატონო ეთვარ მოდი ხო სადაც ვიწრო იყო იქ გაწყდა რა მაგარი სანდროა გაწყდა ეს რა არის დათო რა არის ეს გაჩერდი მოდი ხო გითხარი წააგი სანიდლო რა სახინგლი აი ხო გითხარი ესე დადგება მეთქი კარგი რა ვაიმე რა ვაიმე რა იგი დარეკავენ მონამშობიარო ვაიმე დიდი ბოდიში და თუ უნდა წავიდე მე ვაიმე თავი უნდა დავატკი მონამშობიარო როგორ ჩემი ნამი ხო ვაიმე ბოდიში დათო რა დათო ძალიან დიდი ბოდიში უკაცრავად გასაქცევი ვარ თორე ძალიან კარგი ბიჭო მას არანაირი ყურები მაქვს თუ ქალბატონი ნონა შობიარობს მაშინ კიდევ ერთი ნახატი შეემატა ჩემს კოლექციას ბატონო მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ბიჭის შეძენა ღმერთმა გაგიზარდოთ ჯამრთელი და მაგარი კაცი რა გაუმარჯოს გილოცავთ პატრონო და ბოდიში უნდა შეგაწუხოთ რა აი წესი და ტრადიცია და წესი და აი ბაბუამისმა ესე შემოუნახა გადასცა და აღარ იცის სად წაიღოს და მოიტანა აქასე ესე იგი მოკლედ ბატონო დღეიდან კაბატონონას შეგიძლიათ ესე ნამცეცა დაუძახოთ
თან როგორ გახდა? 3 კილო და 800 დაიკვირა. აისა. სახელი რა დაარქვით ბატონო ნოდარ? ბავშვი, არ ვიცი, მინდა რომ მამა ჩემი სახელი დავარქვა. ნოდარი. ანუ მამა თქვენსაც ნოდარი? ხო, მეც ბაბუას სახელი მქვია. კი, ბატონო და ალალი იყოს 500 ლარი, აი ეს 500 ლარი თქვენ შვილზე რა. რა 500 ლარი ბიჭო? საჭესთან ვარ და. ირაკლი. ეხლა შენ ყავს მარტო ნანახი ბავშვი, ხო იქ და ვის გავს? სიმართლე გითხრათ, უფრო იმ ბავშვებს გავს, ვინც გვერდზე უწევს. ეს კი მინდოდა მშობიარობაზე დასწრება, მაგრამ ნონა მითხრა, გადიო. ყველა კი არ გეძახის ჩერჩეც რა. დედას გაუმარჯოს, დედას გაუმარჯოს. რა ის ხი? იცით, ძალიან მიხარია რომ ამ ბედნიერ დღეს თქვენთან ერთად ვარ და მინდა რომ თქვენს მეგობრად და ახლობლად მიმიღოთ. აი როგორც თქვენ ხართ ერთმანეთში. ანუ როგორც ჩვენ ვართ ერთმანეთში ისე ახლობლად და მეგობრულად გინდათ რომ ვინახდაო მამიკო ვინო ვინო ჩერჩედიო და ჭირიტონაო ვინადიო აი ესე შეგვიძლია რომ კაცავარ დია რა ახლა ვერ მოვა უკაცრავად სასწრაფოდ უნდა გავიქცე მაბატია თუ შეიძლება ერთ ბოთლს ავიღებ კარგით? წავიდე, მაგრამ რა ხდება, არ გვეტყვინო რა. ახლა დამირეკეს, ჩემი ცოლიც მშობიარობს. მას შენ გენაცვალე, კაცი ვარო შენ უნდა თქვა ძმაო. ყოჩახ შენ რა. ბატონო და მაშინ კიდევ ერთხელ შეგაწუხებთ რა. შენ მიხდებაო კიდე მამა ვინ უნდა გააკეთო? თეო გამარჯობა. გოგი. მოხდა რამე? ეს მაგი და ელენე, ხო? ხო, სიურპრიზიაო. ჩემი სიურპრიზებით გათამამება არ შეიძლება, მაგრამ შეიძლება, ხო? მაგრამ. მოიცა 3 2 1. გამარჯობა, თეო. გოგიკო. მუშაობთ დღეს? დღეს რა ხდება? როგორ დღეს ხო დღესასწაული? დღესასწაული. რა და ეს მაგი და ელენემ რო სიურპრიზიო. მაგრამ არა, უნდა გადავაჩვიო ამ სიურპრიზების კეთებას რა. სიურპრიზები იქნება ჩემგან. კოტიკო? გოგი. მე რა მინდა კი არა, შენ რა გინდა? მე რა მინდა რა ელენემ აი სიურპრიზი. ელენემ სიურპრიზიო ხო 8 საათზე და მე მოვიდა შენ. რა სიურპრიზიო და მე მოვიდა შენ. ვინმო? აი მოვიდა. გოგი, კოტიკო აქ ხართ? აი სიურპრიზიო 8-ზეო რა. მოვედი. ხო, სიურპრიზიო და მე მოვედი. ხო, სიურპრიზი. კოტიკო, აი ეს შენ. შვეიცარიული საათია. ძალიან მაგარია. მადლობა. აი ეს დანა შენ გოგი. შვეიცარიული, ხო? კი, რა თქმა უნდა. ანუ ძალიან დიდი მადლობა რომ დამეხმარეთ. ხო, ანუ სალამი. გრასაგეთი. არაფერს აი უკვე გავდიოდი რა. შეასაკეთებ კოტიკო. მე არაფერს, აი ციფერბლადს ვკითხულობდი და ჩამithრია და. მე კი ვიცი თქვენ ვინც ჩაგითრიათ, მაგრამ ეხლა არ გის მაგაზე ლაპარაკი და ნერვიულობა, მობზანით დაბზანით. იგი. მობზანით. მოდი. რაჯი ხილაშკო. ირაკლი, მე ავალ ხო ცოტა ხნით რაღაცები დამრჩა ამოსალაგებელი და ჩამოვალ. კარგი. მოიცა, ამე 5-იც გეხნება ახლა გასახსნელი და დანა დახსნება და წამოყვები მოგეხმარებით. კარგი, მადლობა, წამოდი. აი, კარგად. ერთი წუთი მეც მაქვს ცოტა დრო და მოგეხმარებით მე. მოგე.
ასეთი შეხმატკბილებული სამკუთხედი ცხოვრებაში არ მინახავს. ვაიმე მარიკა ძალიან დიდი მადლობა ესეთი სიურპრიზი რომ მომეწე. მე არა, აი და ირაკლი მოიფიქრა. მარიკა ძალიან დიდი მადლობა რომ ისეთ ადამიანს გაკევიცოლა თვინც ეს მოიფიქრა. მიდი ერთი რა. დედა, დათო. შენ უთხარი ირაკლი ის რო გაიყიდა? შენი ნახატი, უცნობი პროფესორი? იმან რო იყიდა რა, მარიკას გვარის სიამაყე. რას ლაპარაკობ? აბა, რატო იყიდა ეგ ნახატი? რითი მოეწონა ეგ ნახატი? საფირმო რაც გაქვს? ყურები. ძალიან ყურები. იცი რას გეტყვი? ეგ ერთადერთი ნამუშევარია, რომელიც მე მომწონს შენი ნახატებიდან. და სახლისთვის მინდოდა. არ მაინტერესებს ვინ იყიდა, რატო იყიდა, რისთვის იყიდა, დამხატავ თავიდან. ხო, დათო, დახატე თავიდან და ყურსასმენებით დახატე, ოღონდ რომ ყურები დაუფაროს. ისე დათო, შენ რაც უთხარი, ფასი პირდაპირ ის მოგცა თუ შეგევაჭრა, ფულს დაგიმატებო. რაც ესე მithქო რომ აგარში ჩაგირიცხავ. მე ვერ კითხე კაცო, რამდენ ჩამერიცხავო? 4 ჯერ. მე? ვაი, არ ნერვიულო, უკმაყოფილო არ დარჩებიო. ვინმე, რა კარგი აქ ხართ. ვაიმე, გამარჯობა თეო. როგორ ხარ? როგორ მომენატრია? ხო კარგად ხარ, მე ძალიან კარგად ვარ. ლაშა, პაპატიე დამაგრიან და სახლში შევიბინე, ხო ესე შევიარე და გული გამისკდა ლაშა, ეს რა გააკეთე, გამაგებინე, რატო იყიდეს ბახუნხულას პორტრეტი, რა გინდოდა? სახლში შევედი და სკამზე დამხვდა, გული გამისკდა. უი, რა კაი რაღაცები აქ. თამარ მარიცის ბახოს ფასიტორი, აი? ამან იცის. აი. ნამდვილად, მაგრამ ეს $300 ცოტა ძებია. აი. რას ლაპარაკობ? ესე იგი, ურეკავ ჩემ დას არ პასუხობს, არ ვიცი ჭკუაზე აღარ ვარ, საწავიდა ეს. აბა მართლა რა, ნუ გეშინია. იმის დროც მოვა რომ ვიღაც დაინტერესდეს თამარის პორტრეტით. აბა სანდრო სად არის ამდენ ხანს? ვინ მელაპარაკა? მე ველაპარაკ დაურეკე და მითხრა რომ ლაშა ეხლა ვერ გელაპარაკებიო. პირდაპირ ეთერში ვარ დებატებსეო. აჰა. ობაი, ჩაახლა. მე მითხრა რომ გავთავისუფლდები დაგირეკავ ეს ხმა. აჰა. გარეკავს თუ გათავისუფლდება ესე იგი. კი ხმა. იგივე რომ სანამ სანდრო გათავისუფლდება, მეგობრებო, მე ვიდრე სადღეზე შევუთავო. ხო. მოდი რა, მოდი დღევანდელ დღეს გავუმარჯოს. მოდი რა. არა ეხლა დაცოს გამოფენა კი იყო. დღეს, მაგრამ სამაგიეროდ ნონას ბიჭი შეეძინა. გაუმარჯოს. მიდი კაცო ეძინა. ვიცი. გამარჯობა. მოდი და სანდროც მოსულა. აბა რა შვები, სანდრო, როგორ ჩაიარა? მოდი სანდრინო. ესე იგი ძალიან მაგრად ჩაიარა. ისე წამოუწიე წინა პლანზე დემოგრაფიული პრობლემები, ვიღას ახსოვდა შენი ლარის კურსი, უშუქობა, უპრობლემობა, არაფერი. ვაიმე, დაიწყო ხა ეს აღარ გაჩერდება 1000 სისულელე სიტყვის ხო, კარგი, ირაკლი, ნუ მიაქცე ყურადღებას, ერთ ყურში შეუში, მეორედან გამოუშვი. ბიჭო, რას გადაეკიდეთ ამ ჩემ ყურებს, გამაგებინე. გადავეკიდებით, ხარი ხა რაღაცა ისე. ირა, იცი როგორ დავიწყე პირდაპირ ეთერში დებატები რა? ანდაზით. აბა, რომელი ანდაზე წავიკითხე, იცი? ბავშვები უნდა იბადებოდნენ აბრაამი რო დაარქვან. ეგრე არ არის სანდრო ეგ ანდაზა. აბა უსმინე ეხა ამას. იმათაც ეგრე ეგონათ, მაგრამ დებატების ბოლოს აწიეს ხელები. მიდი სანდრო, მიიღე არჩევნებში მონაწილეობა, მოდი ხელისუფლებაში და ხო ამბობენ არა, ძალაუფლება ცვლის ადამიანსო და ეგებ და რა ვიცი. მარიკა, რა არის ხა რა სეფერები, რაც გერიდება, პირდაპირ უთხარი, იქნებ გეშველოს თქო. მოკლედ, მეგობრებო, მე მინდა კიდევ ერთხელ გაუმარჯოს დღევანდელ დღეს. მიეცით სანდრინიოს, ჭიკა? კიდევ ერთხელ მინდა დღევანდელ დღეს გაუმარჯოს რა. კარგი დღე იყო დღეს. არა ეხლა დაცოს გამოფენა კი იყო, მაგრამ სამაგიეროდ ნონას ბიჭი შეეძინა, სანდროს დებატებმა წარმატებით ჩაიარა. არ გაუმარჯოს? რაც უნდა მიმეხატა ის მასყარის კუდი ნახაძე იმას რა ქვია იმას უცნობი პროფესორი და მე ნახავდი გისილებოდი. ხო. შენ კიდე არ იტყვი კაცო რომელი მინისტრი ყავდა იქ დებატებში?
პიარის სამსახურმა არ გამოუშვა და ის მინისტრი არ მოვიდა, მარტო ვიჯექი. ეონა, აი დასამშვიდობებლად მოვედი. აი მეგეგი, როგორ გიხდება ფორმა? ეს ნახე, მოდი ჩვენთან, მოდი გამარჯობა. გამარჯობა, გეგი. გამარჯობა, ბებია როგორ არის? გამარჯოს. თავისუფლად მზად ხარ ემსახურო სამშობლოს. კი, სამშობლოსაც და აი მანგელოსაც. მიდი ეხა, აი, სუღლოტობენ ესენის თქვენსავე, თქვენ სუღლოტებო თქვენ ბოდიში. აპირებენ. ჩვენ დაგტოვებთ რა თუ შეიძლება. მოიცა, გეგი რას ლაპარაკობ? სანამ წახვალ ერთი ჭიკა დაგვილიე, რაღაცა გითხარი კაცო. კი ბატონო, ვიტყვი, მაგრამ ვერ დავლებ რა ფორმით ვარ და. მიდი. საკუთარ ლეგს გეტყვით. რას ლაპარაკობ ლეგს? საკუთარ ლეგს? ხო, აი კომისარიატიდან რო გამოვედი, მაშინ დავწერე. თქვენ ხო იცით ვაჟა რამდენს ნიშნავს ჩვენთვის. რას ლაპარაკობ კაცო? რაცადი? აღარ გამაკეთებინა და ბოლოს აი ლექსიც დამაწერინა. არ შეგენაცვალა. სულ უფრო თვალსაშორდები, ტრფობა მედება რაც უფრო ახლა 18 თვე ვერ გნახავ. ეს რა ყოფილა საწუთრო. ახ შეგენაცვალა. შეხედე, აი ლექსი. აი ლექსი, მეგობრებო, მე მინდა კიდევ ერთხელ დღევანდელი დღის სადღეგრძელოს შევსვა. კი. კარგი დღე იყო ნამდვილად რა. არა ახლა დათოს ნახატების გამოფენა კი იყო. მაგრამ სამაგიეროდ ნონას ბიჭი შეეძინა. სანდროს დებატებმა წარმატებით ჩაიარა. გეგიმ ასეთი ლექსი დაწერა ეგზისტენციალური და რატო არაფერს არ ამბობ? ჰა? დათო. ბიჭო, რა ხდება დათო? ჩემი ნახატის ფული ჩამეძიცხა. ვაიმე, მართლა? რამდენია, ბევრია? რამდენია თქვი, კაცო? ყოფილი ვარ თქვენ დარჩებით. მარიკა, აბა ნახე. მარიკა, მაჩვენე მარიცით. შენ არ გინდა პარტია დამიფინანსო? ჰა? გოგო! მეგობრებო, მე მინდა კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს გაუმარჯოს. არა ეხლა მართალია ნონას ბიჭი შეეძინა. სანდროს დებატებმა კარგად ჩაიარა და გეგიმ რაღაც ეგზისტენციალური ლექსი დაწერა. სამაგიეროდ დათოს ქონდა მაგარი გამოფენა. აიმე ყოჩაღ დათო დათუნას რა ლაშიკო ხო ხედავ ესე იგი იმდენი ხატა სანამ ბოლოს მართლა არ დახატა კეთევან ეხლა რანაირად გამოგივიდა იცი იცი რა თაგვად ხარა კატა გამოთხარაო აი ვარიანტი ვაიმე ესე იგი ეგული გამისკდა უკვე მეორეჯერ გამიხედე ლაშიკო გული გამაგებინე ეს რამ გაყიდინა აი რად გინდოდა რას ლაპარაკ გახუხულა სპორტრეტი რას ლაპარაკ მე ამით იმდეს გავერთობი კეთევან რას ლაპარაკ გაერთობი ხო რა იცი ძალიან მაინტერესებს აი სად აი რომელ კედელზე უნდა დაკიდო აი მაინტერესებს აი ამას ესე მუდმივი ადგილი არ ექნება აბა ეს იქნება აი როგორ იცი რომ აი ის ხო გაგიგია მცოცავი გრაფიკი რა აი ეგეთი ვარიანტი იქნება რა თამარი სადაც დაждდება იქ მიუწოდება ეს ხვეწები რა მცოცავი და ის მიუჯდება კი არა საწავი და ეს ჩემი და ეს იგი ბურეკავ და არ პასუხობს სად დაიკარგა ეს გოგო ახ შენ კი ნუ უსვენ ხა კეთებას დაჩები როგორ ახაც ძალიან დალებრამეს კარგი ხა მუ დაიწებ ხოლმე რა რას და მოდი მე და შენ ახლა რამდენი ხანი აბა ერთად არ ყოფილო რა დაგვილევი რა იყო ახო რა დაიწყებ ხო სად გარბი ხარ იყავი ცოტა ხანი დარჩი ერთი ჭიკა გავლიო და ეგრე წადიმე რა სად იყურები ხო სად აქავა სად იყურები გამოიხედი ხო მოიჭი გაგიწმინდო ეს სათვალე აჰა ჰა კი დავასწავი ხოლმე ისე ვაყო ესე არ გეტყობა მაგრამ წინიდან ისეთი სულქანი ხარ და გვერდზე იცი როგორი გამხდარი ხარ ნახე სიფრიფე ეს გოგო რატო არ პასუხობს გამაგ შენ ოღონდ იმაიმუნე მე ნერვიულობ შენ მაიმუნობ ჩემი და კიდე არ პასუხობს ო დაწქვით ამაყურები ხარ თუ ნერვიულობ კაცო რა მოიცა ლაში გავი თამრი ხოდაო ვაიმე
აი მე ცოტა ამოვისუთქე დავწყნარდი სად ხარ დაო გირეკავ გეძებ საწახვედი რატო არ პასუხობ რა გაცინებს გოგო რა სვა გუზანას არ აქვს მოიცა სადრეთიაში რა გინდა ვის დამალაპარაკებ ხო გუზანა ბიძია ხო რატო გაგახარა კაცური კაცი ჩამოგიყვანა მიკაცური კაცი ჩამოგიყვანა რა შმაგი მანდარი თამარი და შმაგი ვაიმე ლაშიკო ჩემი დათხოვდება მისია ქალი ლამაზი ვაიმე მიშველეთ ჩემი დათხოვდება მიშველეთ დაგაცინებ შეუბედუროშე მოიცა კეთება დამელოდე მოიცა ლაშიკო ჩქარა დაგვაგვიანდა ჩქარა ბიჭო ჩქარა მიდი გაიქეცი ჩქარა დაგვაგვიანდა სამი მოდი ჰე წამოდი ჩვენია თუ შაშა ლაშიკო ამას წამოვიღებ ხო ამ ბეჭედს რა იცი რა ხდება ხო დაგჭირდება წამოდი მიშველეთ ჩემი დათხოვდება მომიტაცოთ წამოდი ვაყო მომიტაცოთ რა წამო